ჩავაზოთ ალენა ბერეგინას ვიდეოს, რომელიც მან ატვირთა 2024 წლის 12 დეკემბერს. მას ჰქონდა ხილვა პლანეტა ცეფერაზე. ცეფერა არის ვერცხლის პლანეტა. ყველაფერი რაც კი იქ არის, აქვს ვერცხლის ფერი. თვითონ მაცხოვრებლები ძალიან გავლარიან გარეგნობით არქტურიანელებს. სიმაღლით უფრო მაღლები არიან ვიდრე ისინი. ნახევარი ან ერთი თავით. წაგრძელებული სხეული და მოგრძო თავის ქალით. თვალები ზომით უფრო დიდია ვიდრე არქტურიანელი წარმომადგენლების თვალებისა. თავის კალა უკან ვიწროვდება და გრძელი თმები აქვთ, რომლებიც იზრდება თავის ქალის უკნიდან. ესე იგი, წაგრძელებულია თავის ქალა და იმ დაბოლოებაში იზრდება უკნიდან თმა. ქალსაც და კაცსაც გრძელი თმები აქვთ. კანი ვერცხლისფერია, თმები ვერცხლისფერია. არა, ეს ჭაღარა არ არის. ის გავს ვერცხლის ძაფებს. ტანსაცმელი მეტალის ფერისაა. რუხისფერი და ვერცხლისფერი ქალაქებია. თითქოს სივრცეში არიან დაკიდებული, ისინი არიან განლაგებული პლანეტის ზედაპირზე. უბრალოდ აქვს ერთი ფერი. ერთი იძლევა ეფექტს. თითქოს დაკიდებულია. ეს ფერი იძლევა ეფექტს, თითქოს დაკიდებულია ქალაქი. რუხი ფერის ცა. წამოიდგინეთ ცა რუხი ფერის. ცისფერი კი არა, რუხის ფერიცა. სცენარეები არ იზრდება. სხვათა შორის მე მქონდა ხილვა სიზმარში ვიყავი, ალბათ სიზმარი არ იყო ის, მაგრამ მე ვიყავი ერთ პლანეტაზე, სადაც ცაც იყო ნაცრისფერი, მიწაც იყო ნაცრისფერი და იდგა არცაც სიცოცხლის ნატამალი არ იყო, იდგა თეთრი შენობა, ოთხკუთხედი ფორმის. სკოლის რო აშენებდნენ ხოლმე ადრე. ოთხკუთხედი ფორმის, ოღონდ ერთ მხარეს არ ქონდა კუთხე ისეთი, ცოტა მოგრძო თეთრი შენობა. ზღვაც იყო იქ და ზღვაც რუხისფერი იყო, ნაცრისფერი. და ნახე რომ შავი ღრუბლები წამოვიდა და შუა გზაზე გაჩერდნენ. ახლა კი გავაგრძელებ. ხო, ბალახები თითქმის არ იზრდებაო, მცენარეები. თუ არა და თუ სადმე გამოჩნდაო, არის ალაგ-ალაგ. რაც იზრდება, ის არის მენტოლის ფერის, რომელიც გადადის რუხ ფერში. და ამ პლანეტაზე ამზადებენ მკვლელებს. ეს არიან სხვადასხვა სახეობის ჰუმანოიდები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ბანდაში. ეს შეიძლება იყოს კოსმოსური პირატები, ანუ მეკობრები, რომლებიც მუშაობენ როგორც დაქირავებული მკვლელი. ეს დაქირავებული მკვლელები ფლობენ სხვადასხვა ისინი ფლობდნენ საბრძოლო ხელოვნებას. ისინი მრავალი წელი მკვლელებად მუშაობენ კოსმოსში და იმის შემდეგ რაც შეაგროვეს საჭირო თანხა, ისინი
მიფრინავენ პლანეტა ცეფერასზე იმისთვის, რომ ისწავლონ იდეალურ მკვლელებზე. იქ სკოლაში მათ უქმნიან აუტანელ პირობებს იმისთვის, რომ უფრო ძლიერი გახადონ. ზოგი ვერ უძლებს სწავლის ბოლომდე, რადგან ვტებიან. სწავლების პერიოდში, ჩხუბის სწავლის მომენტში რადგან იქ ყველა მკაცრად და სასტიკად არის, ესე იგი იქ მკაცრ და სასტიკ პირობებს უქმნიან. ცეფერიანელები ცხოვრობენ იმის ხარჯზე, რომ ასწავლიან ჰუმანოიდებს გახდნენ მეომრები, მკვლელები და ან დაქირავებული მკვლელები. შემდეგ სარგებლობენ მხოლოდ ცეფერანელი, ცეფერანელები კი არა, არამედ ყველა, ვისაც არ ეზარება, რომლებსაც აქვთ საშუალება დიდი თანხა გადაიხადონ ამ მკვლელებში. ამ პლანეტის შესახებ იციან კოსმოსში. ამ პლანეტაზე რთულია მოხვედრა. მას აქვს რაღაც მომოდიალო ორბიტა. ამ პლანეტას შეუძლია გადაადგილება კოსმოსის სივრცეში. აქვს საკუთარი ატმოსფერო. ანუ პლანეტა ყოფილა ხელოვნური. აქვს საკუთარი ატმოსფერო და გამოიმუშავებს სითხეს. ისინი ცხოვრობენ პლანეტის ზედაპირზე. ამ დაქირავებულ მკვლელებს და ამ დაქირავებული მკვლელებით უпростоრად სარგებლობენ galaktikuri პროკურატურაც. მე ბევრჯერ მაქვს ახსენები galaktikuri ფედერაცია, galaktikuri პროკურატურა. ისინიც კი სარგებლობენ, როდესაც რამე საქმეა გასაკეთებელი და სხვა გზა არ აქვს რა ქნანა. ზოგჯერ ბოროტებით უნდა უპასუხოს, ხონერად ვერ განაადგურებ. ხო, სარგებლობს galaktikuri პროკურატურაც ამ მკვლელებით, სინათლის galaktikuri ფედერაციაც, მათ შორის პლეიადენელებიც სარგებლობენ ამ მკვლელებით, როდესაც საჭიროა ვინმე გამოაშკარავო, ან უნდა მოკლან ვინმე. ისინი ვერაფერს შვებიან და ამ დროს ქირავენ მკვლელებს. თუ ის პიროვნება, ვისი მოკლას უნდა საშიშროებას წარმოადგენს. თქვენ შეიძლება გაიფიქროთ, ისინი ხომ მაღალ განვითარებული ცივილიზაცია არიან. მე გიყვებით იმას, რასაც ხედავდი. რაც შეიძლება გამახსენდა ან მითხრეს, ამ პლანეტაზე არის ამ პლანეტას აქვს თავისი კოსმოპორტი და ის რამდენიმეა, საიდანაც ხომალდეებზე გაფრინდებიან ეს ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა დაჯგუფებით და მოვიდნენ იმისთვის, რომ შეასწავლონ ან შეიქმნა სწავლების ან შეიქმნა ეს დაჯგუფება სწავლების პერიოდში და შეძენ ერთად მუშაობა. სწავლების დროსაც ისინი იღებენ შეკვეთებს და მიფრინავენ და ასრულებენ შეკვეთებს. მკვლელობები ხდება ყველგან. ბოროტება ყველგან არის და ეს ბოროტება ყველგან უნდა მოსპო. ერთადერთი რაც გვამშვიდებს, რომ სპობენ მხოლოდ ბოროტებას და ვიღაცას უწევს გახდეს მკვლელი, რომ ეს ბოროტება მოსპოს. ზოგჯერ ამ დაქირავებულებს აგროვებენ სხვადასხვა პლანეტიდან,
ზოგჯერ ციხეებიდან გამოყავთ, იმისთვის რომ ამ პლანეტაზე ასწავლონ ის კი არა galaktikuri პროკურატურაც დევს კონტრაქტს, რომელიმე დაქირავებულ მკვლელთან გამოყავს ის ციხიდან, რადგან იცის ის რას წარმოადგენს, რა მაგარია, რადგან იციან რომ ის შეაცვლეს დავალებას, მაგრამ ჯერ უნდა გაევლოს სწავლება. საფასურის ამის საფასურს კი იხდის galaktikuri პროკურატურა და ის ჰუმანოიდი, რომელიც მოხდა კონტრაქტში, მას შეუძლია თუ გადარჩა შემდგომ იმ დავალებების შეკვეთის შესრულება, რომლისთვისაც galaktikurma პროკურატურა გადაუხადა სწავლების ფული. ყოველთვის არ არის შესაძლებლობა, რომ ჯარი ან მეომრები თავს დაეხსნენ შეკვეთილს. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა ერთი ადამიანის დახმარება მხოლოდ ან პატარა ჯგუფისა, რომლებიც ძლიერია და იძულებულები არიან მიმართონ დაქირავებულ მკვლელებს. იქ არიან ისეთები, რომლებიც კიბეებით, ქვევით არ ჩამოდიან. ისინი ქვევით ხტებიან მაღალი სართულებიდან, მიფრინავენ კედლის განსწვრივ გამობურცულ ადგილებს კიდებენ ხელს და მასეთნაირად ჩამოდიან. ვინ უნდა განადგუროს, ზოგჯერ ისინი ძალიან მაღლები არიან, თუნდაც იგივე რეპტილოიდები, რადგან ისინი მაღალ სიმაღლით ძალიან მაღლები არიან. იგივე პლეიადინელები ვერ შეძლებენ მათ მოერიონ ფიზიკურად, ამიტომ არის ასეთი სკოლები, კი არის შემთხვევები, რომ მხოლოდ სასიკეთოდ არ იყენებენ ამ დაქირავებულ მკვლელებს, მაგრამ ზოგჯერ ამაზე უწევთ თვალის დახუჭვა, რადგან ზოგჯერ რაღაც მომენტებში თვითონ სარგებლობენ ამ ხალხით. ხო, ახლა, როდესაც პირველად მე ამას მოვუსმინე, ძალიან გამიკვირდა. იმიტომ რომ ხო და მე ხო, იმიტომ გამიკვირდა რომ მაინც galaktikuri სასამართლო და galaktikuri პროკურატურა და galaktikuri ფედერაცია, მაგრამ არ მიკვეს. განა დედამიწაზე არ ხდება მასე? ზოგჯერ კანონს არღვევენ იმისათვის, რომ პიროვნება, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანებს და ყველაფერი გააფუჭოს, ეს პიროვნება უნდა მოსპო, სხვა გზა არაა. და ამ დროს მთავრობა ვერ ერევა, სპეცნაზელებიცაც კი ვერ ჩარევს ამ საქმეში და იძულებულია შემდგომ ცალკე ხო აკილერებს რისთვის ქირაობენ. იმისთვის, რომ საქმე გააკეთონ სულთად და ნაკვალევით გარეშე. ასე რომ არაფერი არ გაგიკვირდეთ ბატონებო და ქალბატონებო. ისინი ხომ ადამიანები არიან, თუმცა ჩვენ არ გავლარიან ადამიანური ჰუმანოიდებიც. ყველა არ გვაქვს ჩვენ. კარგად ზანდებოდეთ დროებით.